პარტია ნომერი 2475 მზადების პროცესშია. დედამიწისთვის მორიგი პარტიის მიწოდება 24 საათში მოხდება. პარტია ნომერი 2475 მზადების პროცესშია. დედამიწისთვის მორიგი პარტიის მიწოდება 24 საათში მოხდება. პარტია ნომერი 2475 მზადების პროცესშია. დედამიწისთვის მორიგი პარტიის მიწოდება 24 საათში მოხდება. სახელი, გვარი, ასაკი. თეონა ცისკარიშვილი, 26 წლის. პროფესია. ოფის მენეჯერი. ჰობი. სერიალების ყურება. როგორ მოიქცევით თუ ქუჩაში უცნობი მოგმართავთ? თავაზიანად ვუპასუხებ, დისტანციით. სახელი, გვარი, ასაკი. გურამ თავაძე, 28 წლის. პროფესია. მძღოლი. ჰობი. სამაგიდო თამაშები. როგორ მოიქცევით თუ ქუჩაში უცნობი მოგმართავთ? თავაზიანად ვუპასუხებ, დისტანციით. სახელი, გვარი, ასაკი. ეკა ჯაფარიძე, 54 წლის. პროფესია. დამლაგებელი. ჰობი. პაზლების საწყობა. როგორ მოიქცევით თუ ქუჩაში უცნობი მოგმართავთ? თავაზიანად ვუპასუხებ, დისტანციით. სახელი, გვარი, ასაკი. ლევან კვირკველია, 35 წლის. პროფესია. ლოჯისტიკის ოპერატორი. ჰობი. კულინარია. როგორ მოიქცევით თუ ქუჩაში უცნობი მოგმართავთ? თავაზიანად ვუპასუხებ, დისტანციით. სახელი, გვარი, ასაკი. ნიკა ბერიძე, 25 წლის. პროფესია. ფოტოგრაფი. ჰობი. ვარსკვლავების ყურება და იმის წარმოდგენა, რა არის ჰორიზონტსიქით. როგორ მოიქცევით თუ ქუჩაში უცხო ადამიანი მოგმართავთ? ეს დამოკიდებულია, იქნებ მას ჩემი დახმარება სჭირდება. გამოცდა დასრულებულია. გთხოვთ გაყევით დაცვას. დედამიწა. გააგრძელეთ მოძრაობა. აქ დაელოდე გადამუშავებას. კიდევ ერთი წონდებული? გამარჯობა. რა თქვი ისეთი, რომ გამოგაგდეს? ვთქვი, რომ ვარსკვლავების ყურება მიყვარს. რომანტიკოსი ხარ რა. და შენ?
თქვი რომ სისტემების გატეხვა და წესების დარღვევა მიყვარს. აქ რა ხდება? რა არის გადამუშავება? გშლიან, მატერიად ვიქცევით რომ სხვები შექმნან, უფრო მორჩილები. და ვერაფერს ვიზამთ? ვინ თქვა რომ ვერაფერს? ეს ჩემი ნამუშევარია, ელექტროიმპულსური გენერატორი. რისთვის? გარების სისტემას გადავწევ და ავარიული ჩაირთვება სიგნალებით. ახლა მოიწოდებული გაიწა. მე 60 დერეფანში გაბია. არ მისცეთ საშუალება რომ შენობა დატოვო. იქ პანჯარა. ძალიან მაღლა ვართ. გინდა ცოცხალი დარჩე თუ რბილ მატერიად გადაქცევა გირჩევნია. გვიპოვიან. აუცილებლად გვიპოვიან. მე არ ვიცი რა არის კუპოლის გარეთ. რა ვქნათ თუ შეხედე. ყველა ერთნაირად დადის. ერთნაირად ფიქრობს, როგორც პროგრამა. მათ გონიათ რომ თავისუფლები არიან, მაგრამ არც კი ახსოვთ ბოლოს რაზე იფიქრეს. რა ფერი გიყვარს? რა? როცა სისტემაში ჩაგვსვეს, გვასწავლიდნენ რომ ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ არასდროს უკითხავთ რომელი მოგწონს. ლურჯი მიყვარს. როგორც ცა. ნახე, ახლა ხანს მიიღე გადაწყვეტილება. შენი, საკუთარი. ჩემიც ლურჯია. ეს შეიძლება დამთხვევაა, ან არა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ჩვენი არჩევანია.
იქ ყველაფერი მოწესრიგებულია. სრულყოფილი. შეხედე, ჩემი მარცხენა ხელის თითი უფრო გრძელია. ეს არასრულყოფილებაა. შენ ხმა ოდნავ გიკანკალებს, როცა აღელვებული ხარ. ეს ნაკლია? არა. ეს არის ის, რაც გვქმნის ნამდვილს. ჩვენ ორნი ვართ. მხოლოდ ორნი მთელი სისტემის წინააღმდეგ. ყველა დიდი ცვლილება ერთი ადამიანით იწყება. ერთი გადაწყვეტილებით. და ახლა ჩვენ ორნი ვართ.